მასწავლებელი ევროპული განათლების საწყისია. ეს ყველაზე დიდი ტრანსპარენტი იყო მასწავლებლების საპროტესტო მარშზე, რომლითაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა პროფესიული საქმიანობა ამ განაცხადის გამო მცირე ხნით შეაჩერეს და პროტესტის ადრესატებს კიდევ ერთხელ ღიად მოსთხოვეს, რომ გვინდა სიტყვის თავისუფლება, გვინდა ხარისხიანი განათლება, გვინდა სამართლიანი სასამართლო, გვინდა თავისუფალი მედია, გვინდა გამოხატვის თავისუფლება, გვინდა ღირსეული ცხოვრება, გვინდა უსაფრთხო გარემო, გვინდა ყველა ბავშვი იყოს დაცული, გვინდა ევროპა და ყველა მინდა და გვინდა, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, საპროტესტო ტრანსპარენტებზე დაწერით არა ირიბად, არამედ პირდაპირ და ცხადად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. მასწავლებლების პროტესტი არ არის ერთჯერადი აქტი. მასწავლებლები 22 დღეა გაკვეთილების შემდეგ დგანა საპროტესტო აქციაზე და მათი იქ ყოფნა ერთიორად წონად ხდის იმ პროცესს, რაც 22 დღეა ქვეყანაში ხდება, რადგან მასწავლებლები ევროპული განათლების საწყისია. დღეს ჩვენი გადაცემის Zoom-ში არიან ადამიანები, რომლებიც ასწავლიან სკოლაში, უნივერსიტეტში, საბავშვო ბაღში, ონლაინ თუ სახლში, ასწავლიან ყველგან, ყველა ფორმატით, იმ განწყობით, რომ განათლებული საზოგადოება ქმნის უკეთეს მომავალს, რომ უკეთესი მომავალი მხოლოდ საუკეთესო მაგალითების გაზიარებით დგება, რომ საუკეთესო მაგალითი ევროპაა, რომ ერთად ევროპისკენ არის გზა უკეთესი მომავლისკენ. მასწავლებლები მყავს სტუდიაში და მათთან განვაგრძობ საუბარს, როგორ ხედავენ საქართველოს მომავალს ამ მოცემულობაში, მანამდე კი მოусმინოთ საპროტესტო აქციის მონაწილე სხვა მასწავლებლებს საჯარო და კერძო სკოლებიდან. დღეს ჩვენი გადაცემის ფორმატში ჩანაწერის სახით ბევრ მოსაზრებას მოგასვენინებთ, რადგან ცოცხალი ეთერის ფორმატი და საეთერო დრო ამის საშუალებას ფიზიკურად არ იძლევა, ამიტომ ახლა ჩვენ ვნახოთ ვიდეო და შემდგომ უკვე სტუდიის სტუმრებთან დავბრუნდებით. უპირველესად მასწავლებლებს უნდა გვაწუხებდეს ალბათ, იმიტომ რომ ჩვენი სფერო ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში ძალიან წინ მიდიოდა, პროგრესირებდა. მე პირადადაც ყოფილვარ სასწავლებლად, მაგალითად შარშან დეკემბერში გახლდით მასწავლებლთა ევროპულ აკადემიაში, სადაც გავიცანი სხვადასხვა ქვეყნიდან კოლეგები. მე გრანტით დამიფინანსდა ევროპაში სწავლა, მათ ჰქონდათ მასწავლებელთა ქსელი, ევროკავშირის დაფინანსებული ქსელი და ყვებოდნენ, რომ აი მაგალითად მასწავლებლის პერსპექტივიდან რომ ვიმსჯელოთ, პერიოდულად წელიწადში რამდენჯერმე შეუძლიათ კვალიფიკაციის ამაღლება, საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა, შემდგომ დაბრუნება საკუთარ სკოლებში და დანერგვა. ეს განათლება არის დინამიკური პროცესი. განათლება არასოდეს აღწევს სასურველ მიზანს და შედეგს რაღაც ერთი წერტილის ფარგლებში, ხო? ის მუდმივად ცვალებადი და განვითარებადია და თუ ჩვენ დავპაუზდებით, ეს დაპაუზება იქნება ბუნებრივი სტაგნაცია. და ამ დროს, როდესაც დრო მიდის წინ, სტაგნაცია, რა თქმა უნდა, თავისთავად რეგრესია. ძალიან ძნელია ბოლო გადაწყვეტილებების ფონით დაარწმუნოთ მოსწავლე სწავლის აუცილებლობაში. თუ კი სწავლას, ნასწავლს, კვალიფიკაციას, დიპლომს და ასე შემდეგ, ანუ დოკუმენტებს არ აქვს ძალა, მაშინ მართალია გარეგანი მოტივაცია, მაგრამ ხელს გვიშლის ჩვენ მასწავლებლებს დავარწმუნოთ ჩვენი მოსწავლეები აუცილებლობაში. მე უშუალოდ რატომაც გამოვდივარ საპროტესტო აქციებზე, არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის, რომ ჩვენმა მთავრობამ, დღევანდელმა არსებულმა მთავრობამ დაარღვია ის კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ ყველაფერს გააკეთებს ნებისმიერი არსებული მთავრობა იმისათვის, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ და ეს პირობა რომ არ სრულდება, ამის გამო ჩვენ ვართ შეშფოთებული და ავირჩიეთ სწორედ ეს გზა, რომ სხვა გზა არ გვაქვს უბრალოდ, ისინი არ მოდიან დიალოგზე, ჩვენთან არ საუბრობენ, თუ რა გვსურს ჩვენ თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც ვიბრძვით და ვიბრძოდით და ვიბრძვით და მომავალშიც ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ აღზარდოთ განვითარებული დემოკრატიული და თავისუფალი თაობა და უცებ ვიგებთ, რომ ჩვენმა მთავრობამ შეწყვიტა ევროკავშირთან მოლაპარაკება. შეაჩერა, მოდი რომელი სიტყვაც არ უნდა გამოვიყენოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ამ ყველაფერმა გამოიწვია
ჩვენ ევროპულ მეგობრებთან ცუდი ურთიერთობა. დადეკლარირებული ამბავია უკვე, რომ ევროკავშირი გააჩერებს ყველა იმ პროექტის დაფინანსებას, რაც საქართველოში სახორციელებს. აქედან გამომდინარე, მე ვხედავ პრობლემას უკვე, იმიტომ რომ თუ დღესდღეობით ევროპულ სტილზე გვაქვს აწყობილი განათლების სისტემა და ჩვენ მასთან კავშირს გავწყვეტთ თუნდაც ტრენინგების სახით, თუნდაც პროექტების დაფინანსების სახით, უბრალოდ ვერ გაგრძელდება ევროპული განათლების კეთება საქართველოში. აქედან გამომდინარე, ყველას დიდი პრობლემა სწორედ ამაში ვხედავ მე. თუ მე აქამდე მასწავლებელი ჩამაბარებინე უნარებში ყველა ევროპელი გამანათლებელი, თუ ჩვენმა ახალგაზრდობამ განათლება უმეტესობა მიიღო ევროპაში, ეს ახალგაზრდები თავისუფლებაში დაიბადნენ და უმეტესობა მიიღო ევროპული განათლება. ყველა ქართველი მწერალი მე-20 საუკუნის, რომელსაც მე ვასწავლე, არის ევროპული განათლების. თუ მიხეილ ჯავახიშვილი მე მეუბნებოდა იმას, რომ ყოველგვარი საუკეთესო ევროპიდან მოდის და ჩრდილოეთიდან სუსხი მოდისო. თუ სულხან-საბას ვასწავლე, ილიას ვასწავლე, ვაჟას ვასწავლე, სად უნდა დადგეს მასწავლებელი თუ არა იმ ცოცხალ პროცესებში, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ჩვენი ახალგაზრდები ვერ მიიღებენ ღირებულ განათლებას. წეგამ თქვი, რომ მაგალითად ყველა დიდ მწერალს ევროპაში ქონდა მიღებული განათლება. მოდი რის დაფინანსებები მოგვეხსნება, რაც ქონდა ჩვენ ევროპიდან. ანუ უნდა ვიყოთ ჩაკეტილ სივრცეში და მე ის თაობა ვარ, რომელსაც საბჭოთა კავშირის ჰიმნს მასწავლიდან სკოლის მეხთან და აღარ მინდა ეს განმიორდეს. აღმოჩნდებით ისევ ჩაკეტილ სივრცეში, მოდი რა გარემოს ქმნის საგამანათლებლო სისტემა. თუ საგამანათლებლო სისტემა არის ჩაკეტილი, არა პროგრესიული, თუ ის მსოფლიო განვითარების პროცესებს ფეხს ვერ უწყობს, ბუნებრივია ხარ ჩამორჩენილი ქვეყანა. სტუდიის სტუმრებს წარმოგიდგენთ ხათუნა ხუნდაძე, ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებელი, ის წარმოადგენს კერძო სკოლას, ასევე თორნიკე ზაქარაძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ნიკა იმედაიშვილი, ასევე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ისტორიის მასწავლებელი, საჯარო სკოლას წარმოადგენს. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები და ქალბატონი ხათუნასგან დავიწყებ. აი ჩვენმა რესპონდენტმა ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთეს და თქვენგანაც მაინტერესებს მარშის მესიჯი რა იყო, თქვენ იყავით ამ საპროტესტო მარშის მონაწილე და ბოლო რესპონდენტმა თქვა ესეთი კითხვა დასვა, რომ სად უნდა იდგეს მასწავლებელი ამ დროს თუ არა იქ. თქვენ რას ფიქრობთ, რა არის თქვენი სათქმელი ამ შემთხვევაში? პირველ რიგში მოგესალმებით და რა ცუდი არა, რომ აი ამ ფორმატის გადაცემაში ახლა ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომლებზეც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის 34 წლის თავზე უკვე აღარ უნდა ვსაუბრობდეთ. ცუდია რომ გვიწევს ამ რეალობაში ერთმანეთთან შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ამ ქვეყანას მართლა ეგზისტენციალური პერიოდი უდგას და მასწავლებელი უნდა იდგეს იქ, სადაც დგას ყოველთვის განათლების სადარაჯოზე, სამართლიანობის სადარაჯოზე, მოქალაქის აღზრდის სადარაჯოზე და ამ სახელმწიფოს სადარაჯოზე. იმიტომ რომ ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ თითოეულ საგანს, ჩვენ პირდაპირ გვიწერია და გვჯერა კიდეც ამის, რომ უნდა აღზარდოთ მოქალაქე. მოქალაქე, რომელიც შეიარაღებული იქნება ნაციონალური და ზოგად საკაცობრიო ღირებულებებით და გამოადგება ქვეყანასაც და ზოგადად სამყაროსაც. და აი ამ მოქალაქეს ქმნის საზოგადოება და ამ მოქალაქეს სჭირდება სახელმწიფო და სამართლებრივი სახელმწიფო და მე ვერ ვხედავ ჩემს ფუნქციას სკოლაში, კლასში, იმ შემთხვევაში თუ ყველა იმ ღირებულებებს ვერ გაატარებენ ჩვენი საზოგადოების წევრები და პირველ რიგში ჩვენი ახალგაზრდები რეალურად ცხოვრებაში, რასაც წლების განმავლობაში ვასწავლით. ამიტომ მგონია უნდა ვიყოთ იქ, სადაც დღეს გადის ბრძოლა კონსტიტუციის დასაცავად, სადაც გადის ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად ბრძოლის ხაზი, სადაც გადის ამ ქვეყნის ინტერესების ხაზი, სადაც გადის ბრძოლა, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის და ყველა იმ ღირებულებისთვის, რასაც ლიტერატურა გვასწავლიდა, რასაც საზოგადო მოღვაწეები გვასწავლიდნენ, რასაც ბოლო-ბოლო ჩვენ როგორც მასწავლებლები ვითხოვდით ჩვენი მოსწავლეებისგან.
არ ბატონო ვიცი. ხათუნა, იმდენად რამდენად ეს მიმდინარე პროცესი თქვენი მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვისაც შეიძლება ძალიან კარგი გაკვეთილი იყოს და კარგი ლექცია იყოს, რომელიც იშვიათი არის თავისი შინაარსით და დატვირთვით, ლექტორებისთვის და მასწავლებლებისთვის ალბათ ერთგვარი გამოცდაც არის, ხო? ახლა რა არის მნიშვნელოვანი, რა არის ის წერტილი, რომლითაც რაღაც საბოლოო ჯამში შორს პერსპექტივიდან ჩვენ დავინახავთ ეს გამოცდა რამდენად კარგად ჩააბარა სასკოლო საზოგადოებამ და აკადემიურმა პირებმა. რა არის ის წერტილი, სადაც უნდა იდგეს ახლა? ეს წერტილი არის სიტყვის და საქმის ერთობლიობა, ანუ რასაც ვქადაგებთ, იმის რეალიზება უნდა მოვახდინოთ რეალურ ცხოვრებაში. აბატონო ბურთი და მოედანი აგერ გამოცდა, აგერ სარბიელი. ხო ვქადაგებდით მუდმივად, რომ სამართლიანობა, ევროპული ღირებულებები, ინტელექტუალური შესაძლებლობების და ცოდნის განვითარება, ხო ამას ვქადაგებდით მუდმივად, ხო მუდამ ვეუბნებოდით მოსწავლეებს, რომ ისწავლე, იშრომე, იღვაწე და გამოგადგება და გიფასდება. ჩვენ ასე ვზრდით წლებია. ჩვენ არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა გვყავს, რაც ცუდია რომ არ იცნობთ და ეს ქვეყანა არ იცნობთ მათ. იცით როგორი მშრომელები არიან? ჩვენი გადაცემა საბედნიეროდ კარგად იცნობს და იმედიანადაც წლების გაგვაწყობს. განმავლობაში რამდენ შრომობენ ეს ბავშვები და რამდენ შრომობდნენ რომ მიიღოთ ხარისხიანი განათლება. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემს მოსწავლეს უშვებდი საზღვარგარეთ და ვეუბნებოდი, რომ წადი, მიიღე კარგი ევროპული განათლება, ვეუბნებოდი, მიიღე და დაბრუნდი. ეხლა დგება რეალობა, რომ ლამის ავიღო რაღაცა და ვუთხარ, რომ არა, აღარ დაბრუნდეთ. არ მინდა დადგეს ის რეალობა, რომ ჩემს გაზრდილ მოსწავლეს, რომელსაც მუდმივად ვეუბნებოდი, რომ წადი, ისწავლე, გაეცანი, მიიღე, შეითვისე, დაბრუნდი და განავითარე აქ, შეიძლება დადგეს რეალობა და ვუთხარ, რომ იცით რა, აღარ დაბრუნდეთ. იმიტომ რომ როდესაც ახსნი მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნებს, მოსწავლე დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ძალიან ლეგიტიმურად გეკითხება მას, მე თეიმურას ხევის თავი ვარ? იმიტომ რომ ჯაყო დააჯდა თავს და არ გულისხმობ დიპლომო პრეზიდენტს მხოლოდ. ზოგადად არაკომპეტენტურობას გულისხმობ, ნეპოტიზმს გულისხმობ, კორუფციას გულისხმობ, ეს ქართული ჯიგრული პონტის ამ ქვეყნიდან ვერ ამოძირკვას გულისხმობ და ძალიან ბევრ რამეს, რასაც ეს ბავშვები ჩვენზე კარგად ხედავენ, იმიტომ რომ ჩემი თაობისგან განსხვავებით ამათ ეს არ უნახავთ. იცით რა არის? კი ბატონო, როგორ გავუზარდოთ მოტივაცია მოსწავლეებს, რომ იღვაწონ, იშრომონ და მიაღწიონ. იცით რა არის? ნახეთ, არც ვაპირებ, არასდროს არ ყოფილ ვარ ყალბი და არც ვაპირებ ახლა ვიყო ყალბი, იმიტომ რომ მე ჩემ შულს არ მოვატყუებ, არ მოვატყუებ არც ერთ მოსწავლეს, რომელსაც ვასწავლი, ტყუილით არ შევალ. როცა ვეუბნებოდი მათ, რომ ისწავლეთ, იშრომეთ და მართლად უმძიმესია სასკოლო ცხოვრება და სკოლაში მოსწავლის ხვედრი არის ძალიან მძიმე, ხვედრი ცოტა სიტყვა, იმიტომ რომ მართლა 12 წლის განმავლობაში ეს ბავშვები ძალიან ბევრ შრომობდნენ. და აი რა უნდა უთხრა, მით უმეტეს საერთოდ ახლა კიდე ერთი უბედურება დაგვემართა, რომ ეს ამდენწლიანი შრომა, რაც საგამართლო რეფორმები დაიწყო და 14 წლის თავზე ძლივს გავხდით ევროპული ასოციაციის წევრები ხარისხის განვითარებისა, უმაღლეს განათლებაზეა ჯერჯერობით სასკოლო შეიძლება პირდაპირ არ გვეხება, მაგრამ 19-ში გავხდით წევრები და 4 წელიწადში დავკარგეთ. ხალხო ეს არ დაგვიკარგავს, შენიშნები მოგცეს, თუმცა შეგვიჩერეს დაკარგულია ეხლა ეს სერიოზული მე წავიკითხე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება და ჩვენ აი სკოლის პედაგოგებმა ვიცით, ხო, მოსწავლეს რაღაცას რო ვასწავლით, მერე თვითშეფასების ფურცელს ავსებენ, რა გავიგე, რა ვერ გავიგე, რა გამომივიდა, რა არ გამომივიდა, რა უნდა გავაუმჯობესო. მოსწავლე თუ ავსებს თვითშეფასების ფურცელს, მე მსგავსი განათლება ხარისხის განვითარების ცენტრიდან ვერაფერი ვერ დავინახე. რაღაცაზე დავდეთო საჯარო ლინკი უდევთ და საჯაროდ მათი ის გვიდევთ და შეგიძლიათ ნახოთო. აი რაღაცა დაგვიწუნესო, რაღაცა მოგვიწონესო, რაღაც ჭორჭორობის ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშნა იმ 11 პუნქტიდან რაც იყო, რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის. კი ბატონო, მაგრამ მათ ამაზე არა, მე მათი კომენტარი მაინტერესებს. რა გაითვალისწინეს და რაც აპირებენ იმისთვის, რომ დროებითი იყოს ეს სადამსჯელო ღონისძიება ბჭყალებში. კი ბატონო, 2 წელი აქვს გამოსასწორებლად და იმედი მაქვს, რომ შეიცვლება, თუმცა მიმდინარე ცვლილებებზე ბევრი იქნება დამოკიდებული ალბათ. ვარდნას აქვს ძალიან ჩქარი ტემპები. კი ბატონო. ისე რომ აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ. ხო, სანამ ჩვენ ამ ჩვენი ტემპებით, ამ ჩვენი კომპეტენტურობით კიდე ყველაფერთან ერთად მოვალთ აზრზე, შეიძლება რაღაც დანარცხებულები ვიყოთ უკვე და ამას მე შეიძლება მოყვეს ერასმუსის პრობლემა, შეიძლება
შეიძლება მოყვეს, გაცვლითი პრობლემები შეიძლება მოყვეს, დიპლომის აღიარების პრობლემა. ახლა კი გვეუბნებიან, რომ 2019-მდეც იყო, მაგრამ ის ავანსად მოცემული იყო და ახლა კი ბატონო, ჩვენ წინა განაცემაში ვისაუბრეთ ვრცელად ამაზე და ამიტომ აღარ ჩაგეკითხებით, რომ პრობლემა ცალსახად არის და ამას არც არავინ მალავს პროფესიონალებზე ვიძახი და ბევრად გართულდება პროცესი დიპლომების აღიარების, ვიდრე 2019 წლამდე იყო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. დიდი მადლობა ქაბატონ ხათუნა. თქვენთან გადმოვალ ნიკა იმედაიშვილი. ნიკა, თქვენ ხართ აქტიურად ჩართული ყველა პროცესში, რასაც იმ რეფორმებში, მათ შორის რასაც განათლების სამინისტრო წლების განმავლობაში ახორციელებდა და ახლა უკვე რაღაცა ერთგვარად მაკრიტიკებლის პოზიციაში დადექით. რამ გამოიწვია თქვენი გაბრაზება, რამ გამოიწვია თქვენი პროტესტი? რაღაც საზოგადოების ნაწილი და მათ შორის საგანმანათლებლო სექტორის ნაწილი გაბრაზდა პრემიერის განცხადებაზე, ყველა სხვადასხვა რაღაცაზე გაბრაზდა. თქვენ რაზე გაბრაზდით, რაში ხედავთ პრობლემას და რა არის პრობლემის არსი, რამაც თქვენ გამოგიყვანათ, როგორც დემონსტრანტად გაქციათ ესე. კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში ბევრმა რაღაცამ გამოიწვია და განაპირობა სამწუხაროდ ბოლო ალბათ ერთ თვეზე მეტია ლამის ყოველდღიურ რეალობაში ვიღვიძებთ და ვხედავთ განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება პირველ რიგში ყველაფერი იმას, რაც წესით ეს შემადგენელი ნაწილიც უნდა ყოფილიყოს გემზე, როცა აქცენტი კეთდება, როცა ევროპული ღირებულებების წინ წამოწევაზე, ევროპული სტანდარტების დანერგვაზე, დამკვიდრებაზეა საუბარი და როცა მომავალ თაობას სწორედ ამაზე უნდა ვესაუბროთ და ვესაუბრებით კიდეც, მაგრამ უსვა დავდექით იმ რეალობის წინაშე, სამწუხარო რეალობის წინაშე, თუ უფრო რაღაცა საგანგაშო სიტყვა არ გამოვიყენო, როცა ასე ვთქვათ, დღის წესრიგში ფაქტობრივად შეიძლება ისე თქვას, იშლება ყველაფერი ის, რაზეც აგებული იყო ეს სისტემა პირდაპირ ვიტყვი. ანუ მე კონკრეტული მაგალითები შემიძლია დავასახელო, მაგალითად ამ წუთისთვის დაპაუზებულია, შეჩერებულია კონკრეტული პროგრამები. ამ დროისთვის, აი პირველი სემესტრი 2024-25 სასწავლო წელი სრულდება და ამ ეტაპზე მაგალითად უნდა ჩატარებული იყო მცირე საგრანტო კონკურსი, სადაც 650 საჯარო სკოლაა ჩართული და ეს 5 წლიანი პროგრამა USAID-ის დაფინანსებით ამერიკის შეერთებული შტატების გულისხმობ თავისთავად, რაც შეჩერებულია. უნდა ჩატარებული იყო ტექნიკის კონკურსი, რომელიც სკოლების წამახალისებელია და შესაბამისად ის ტექნიკის აღჭურვით და ლაბორატორიებით აღჭურვა სკოლების ძირითადად დონორების ხარჯზე ხდებოდა, ეგეც ვიცით ჩვენ კი. და აქ ხო ეს ყველა ნებისმიერი ვორქშოპი, ტრენინგი, საზაფხულო და ზამთრის ბანაკები, რომელიც მოსწავლეებისთვის იყო, მათ შორის მასწავლებლებისთვის, მემკვიდრეობის მასწავლებლების გადამზადების ძირითადი დამფინანსებელი ისევ დონორები იყვნენ. აი ბოლოს ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი, სადაც პირობითად ჩემი 5 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, გაიმარჯვა 4 დღით ლოპოტაზე, ყველანაირად უზრუნველყოფილი, ისეთი შთაბეჭდილები დაბრუნდნენ მოსწავლეები უკან, ყოველდღე მეკითხებიან, ხო არის კიდე მსგავსი, ხო არ იგეგმება, რომ ისევ მივიღოთ მონაწილე, ანუ ყველაფერი არის დაპაუზებული და ეს ყველაფერი იმიტომაც არის დაპაუზებული, რომ ასეთი განცხადებები კეთდება სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან. კი ბატონო, მოდით სისტემის მხარდამჭერების პოზიციიდან გაჩენილ კითხვას დაგისვამთ, მაშინ მე არ მოვიაზრებ, ბუნებრივია, მაგრამ კითხვა გაჩნდებოდა ალბათ ტელევიზორებთან ვინც ხედა, რომ აი ჩვენ ხო არ შეგვიცვლია ევროპული კურსი, ამას გაცხადებულად ამბობს მთავრობა, რომ ჩვენ მივდივართ ისევ ევროპისკენ, თუმცა ვხედავთ ევროპის გამოხმაურებებს და მათ რეაქციებს. აი შვედეთს ჰქონდა უკვე განმარტებები, დიდ ბრიტანეთს ჰქონდა, რომლებიც უკვე ჩვენთან წყვეტენ საქმიან ურთიერთობებს და ეს ბუნებრივია აისახება განათლების სფეროზეც, ხო? ჩვენი სტუდენტები და მოსწავლეები ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იყვნენ უპირატეს მდგომარეობაში, როცა სასწავლო გრანტების მიღებას ეხებოდა საქმე. ამ ყველაფერს რო საფრთხე ემუქრება ამ გადაცემის ეთერში, ბევრჯერ გვისაუბრია. თქვენ პირადად რა საფრთხეებს ხედავთ? ეხლა რაც ჩამოთვალეთ, ეს ალბათ მცირე ნაწილია. აი ამ მიმდინარე პროცესებით, რა საფრთხეებს ხედავთ, რომ ეს ყველაფერი დავკარგოთ და თუ დავკარგავთ იმ შემთხვევაში შიდა ბაზარი შეძლებს თუ არა უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება? ნამდვილად ვერ მივხვდები იმისა, რომ არის გაჟღერებული, რომ ჩვენ ჩავანაცვლებთ იქ რამოდენიმე მილიონის დაფინანსებაზეა საუბარი, ეს ჩვენი ბიუჯეტისთვის პრობლემა არა. რომ გრანტები ჩანაცვლდება შიდა ფინანსებად. და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებად თითქოს სახელმწიფო ჩაანაცვლებს. კი, ევროპა რო ფული არ არის, მხოლოდ მე მგონი ამაზე უნდა ვესაუბროთ. შეწყდება ეს და შესაბამისად შეწყდება კონკურენტუნარიანი გარემო მოსწავლეებისთვის და ისინი კარგად ხედავენ, აი კოლეგამ ახსენა კიდეს ერაზმუსის პროგრამა და ბევრი სხვა, რომელიც უნიკალურ
შესაძლებლობებს აძლევს ჩვენ სტუდენტებს, მათ შორის საშუალო საფეხურის სტიპენდიები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანა გასცემს და აქვს მოსწავლეებს განათლების მიღების შანსი და რომც მიიღონ ეს განათლება ამ ქვეყანაში მისი რეალიზების შანსი აღარ არის, ესაა უფრო დიდი პრობლემა კიდე. მე პირადად სამოქალაქო განათლებას ვასწავლე ისტორიაზე, სამოქალაქო განათლებაში ასწავლის საკითხს, რომ მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, საუბრობ დემოკრატიულ ღირებულებებზე, პარალელს ვავლებთ ავტორიტარულ და ტოტალიტარულ სახელმწიფოებზე და მოსწავლეს უჩნდება კითხვა, მას ეს ყველაფერი რაც ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელია, ჩვენს რეალობაშიც რომ ხდება, ეს კი აღარ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო. აი ძალიან კრიტიკულად ვდგებიან და ძალიან მიხარია ეს თქვენს აღნიშნეთ, რომ ძალიან ღიად მსჯელობენ ჩვენი მოსწავლეები და ამ ყველაფერს ხვდებიან. ჩვენ ზუსტად ამას ვუწყობთ სკოლაში ხელს პედაგოგები. კი ბატონო, ეს კითხვა მინდა რომ დაგისვათ კიდე ბატონ ნიკოლოზ. აი პოლარიზება საზოგადოებაში და თაობებს შორის დაპირისპირება, ბევრს აპელირებენ ამ თემაზე, რომ დააპირისპირეს შვილები მშობლებს და ასე შემდეგ. სინამდვილეში რამ გამოიწვია გაუცხოება თაობებს შორის და გაუცხოება და დაპირისპირება ამ სოფხედელობებს შორის. თქვენ როგორ აღიქვთ ამ ამბავს? არ მგონია მე რომ ეს იყოს რაღაცა, ნუ ყოველთვის ზოგადად ისტორიულად არის თაობებს შორის გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები და ეს არანაირად ჩემი აზრით დანიშნავს დაპირისპირებას. შეიძლება კონკრეტულ საკითხზე პირადად მე ჩემი თაობის წარმომადგენელს კონდეს თავისი შეხედულება და მიდგომა, ჩემზე უფროსი თაობის წარმომადგენელს განსხვავებული. პოლიტიკურად მართულად მიიჩნევა მაინც ის ახალგაზრდობა, რომლებიც დგანან საპროტესტო აქციებზე და ითხოვენ ევროპას. რატომ გაჩნდა საერთოდ ეს კითხვა, რომ მშობლებს დაუპირისპირეს შვილები? ანუ შვილებს უბრალოდ მეც შვილი ვარ და არ მესმის, არ მინდა ის რაც არ ვიცი და არასდროს არ მინახავს მისი სიკეთე და სიკარგე. გულისხმობ ჩვენს ჩრდილოეთ მეზობლებზე და ცხადია მინდა ევროპა, რომელიც გვაძლევს ყველა იმ სიკეთეს, რაც დავინახე ჩემი არსებობის განმავლობაში, ხო? ეს ხომ არ არის რაღაც მთავარი მიზანი და წერტილი, რის გამოც არის დაპირისპირება? თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ეს არის ჩემი აზრით პროპაგანდის ნაწილი. სპეციალურად შეთითხმილი თემა, რომ აი ორი განსხვავებული თაობა, ახალი და თუნდაც უფროსი თაობის წარმომადგენლები ერთმანეთს დააპირისპირონ. რეალურად ვინც კრიტიკულად აზროვნებს, ვისაც ესმის რეალური სიტუაცია სად ვართ, რა გვინდა, საითკენ მივდიოდი და რა სახის დაპაუზება და შეჩერება ხდება, აქ არანაირი, ასე ვთქვათ, სპეციალურად შემოგდებული თემა არ იქნება. ახალგაზრდებმა უკეთესად იციან რა უნდა. ბევრ რაღაცას უკეთესად იაზრებენ, ხო, ხშირ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ მათი ერთგვარი ფარი და ხშირად ჩვენი გასulis მიზანიც ეს არის, რომ თანადგომა, გვერდში დგომა გამოვცხოთ, რომ ისინი ჩვენზე უკეთესად ბევრ რაღაცას კრიტიკულად უდგებიან, იაზრებენ, რაც ყველაზე მთავარია სურთ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება, რაც ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს, ევროპულ ღირებულებებს, კი გაიძახიან, რომ ჩვენ არ კარგავთ ევროპას, მაგრამ მინიმუმ თუნდაც 4 წლით რაზეც საუბარია შეჩერებაზე, ეს რომ უამრავი პროექტის, უამრავი პროგრამის შეჩერებას. თორნიკე, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება როგორ აისახება განათლების სექტორზე, თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ? ხო, კონკრეტულად რაში გამოიხატება ის საუბრეს კოლეგებმა, მე უფრო აი თქვენც აღნიშნეთ ფასეულობის კუთხით და ღირებულებების კუთხით ხედავ, ასე ვთქვათ, საფრთხეს, იმიტომ რომ მართლა ჩვენ რასაც ვასწავლით და რაც სწორია მორალურად და პრაგმატულადაც ხო, რომ ევროპული ღირებულებები არის თანასწორობა, ინკლუზიურობა, ძალაუფლების დანაწილება, რეალური მონაწილეობა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში არის სკეპტიკური დამოკიდებულება უკვე, ხო? ანუ ის რასაც საუბრობთ, რეალურ ცხოვრებაში არ ხორციელდება. მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და რატო? იმიტომ რომ ახალგაზრდები, ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეები, განსაკუთრებით საბაზონისებით, საშუალო საფეხურის მოსწავლეები, გაცილებით უფრო კარგად არიან მომზადებული სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების, ასე ვთქვათ, მოსაძიებლად, გასაანალიზებლად და სწორი დასკვნების გასაკეთებლად. თაობათა შორის აი კონფლიქტზე რაზეც საუბრობდით, მანდაც ზოგადად ეს კონფლიქტი ხმამაღალი ნათქვამია შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით არის დაპირისპირება, ოღონდ დაპირისპირება არის არა რაღაც თაობებს შორის ასე, არამედ აი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ძირითადად უფროს თაობას წარმოადგენენ და ახალგაზრდებს შორის რა კუთხით, რა პარადიგმაში, ისინი მაინც აი უკანა თაობის ადამიანები, ძველი თაობის ადამიანები, უფროსები შედარებით. ახალგაზრდებს აღიქვავენ რაღაცა მსხვერპლად და ობიექტებად, რომლებიც თითქოს ვიღაცა მონუსხა და რაღაცის მსხვერპლი არიან და სინამდვილეში ეს ადამიანები პიროვნებები, ინდივიდები და სუბიექტები არიან, რომლებიც ახლა ცხოვრობენ და ამ სამყაროში ცხოვრობენ და ნორმალური რეაქცია აქვთ ყველაფერ იმაზე, რაც ხდება გარემოში და გარშემო და სწორი რეაქცია აქვთ. იმიტომ რომ
გაცილებით უკეთ იაზრებენ იმ ყველაფერს და გაცილებით უკეთ აკეთებენ ანალიზს ინფორმაციის, ვიდრე ასე ვთქვათ, უკანა თაობის, ძველი თაობის ადამიანები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პირიქით, ანუ ახალგაზრდებს, აი მასწავლებლების, ასე ვთქვათ, პროტესტიც ძირითადად რა არის, ხო? ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ახალგაზრდებს, ანუ ჩვენ ყოველთვის უნდა ვთქვათ, რომ ისინი არიან ყველაზე მნიშვნელოვანი, ისინი არიან სუბიექტები და მათ პიროვნულ განვითარებაზე ვზრუნავთ და ეს რეალურად ამ ევროპული ფასეულობის და ღირებულებების გააზრების და რეალურად განხორციელების გარეშე შეუძლებელია და მასწავლებლების ძირითადი პროტესტი სწორედ ეგ არის და ხო ანუ რომ ასე ვთქვათ შევაჯამო თქვენი შეკითხვა მე პრობლემას ხედავ იმაში რომ ფასეულობების და ღირებულებების გადაფასების მცდელობა და რეალურად ევროპული ღირებულებები რაც არის ხო ძალიან კარგად თავსებადია ვერ დააზრდოს და გადაფარავს ამ ამბავს. თორნიკე აი მარშის დროს ერთ-ერთმა მასწავლებელმა ესეთი რაღაც თქვა რომ ეს საპროტესტო მარში არის ერთგვარი რაღაცა იმის მანიშნებელი რომ მასწავლებელი აღიქვა საზოგადოებამ როგორც ინდივიდი და არა პოლიტიკური მარიონეტი როგორადაც აღიქმებოდა აქამდე და მასწავლებლებს აქვთ რაღაც აკადემიური თავისუფლება და არის ანგარიშგასაწევი ძალა. აი ეს საკითხი იყო მართლაც პრობლემური, იმიტომ რომ ბევრი გვისაუბრია სკოლების პოლიტიზირებაზე, რომ სასკოლო საზოგადოება გამოყენებული არის, ან პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის და ასე შემდეგ. თქვენ რა დაგანახათ მასწავლებლების საპროტესტო მარშებმა, რომელიც უკვე პირველად ცოტანი იყავით, მეორე ჯერზე უკვე ბევრად მეტი, სამჯერ და 4ჯერ მეტი და ყოველდღე კიდევ უამრავი მასწავლებელი დადის საპროტესტო აქციაზე. რას გაჩვენებთ ეს პროცესი? ეს თავისუფლების ხარისხი იზრდება? თავისუფლების ხარისხი იზრდება და ხდება იმის გაცნობიერება და რეალურად განხორციელება, რომ მართლაც ანუ მასწავლებლები ხშირ შემთხვევაში გამოყენებული იყვნენ პოლიტიკური ინსტრუმენტებად რაღაცა ტიპის, რომლებიც ჭირდებოდათ რაღაცა კონკრეტული ძალაუფლების შესანარჩუნებლად ან იმ მიზნების შესასრულებლად, რომელიც ჰქონდა ადამიანთა ვიწრო ჯგუფს, ანუ ვისაც ძალაუფლება აქვს მაგალითად და აი ამ მსვლელობებით, რომელიც უფრო და უფრო იზრდება მასწავლებლების გამოსვლა, თითქოს ეს პარადიგმა იცვლება დღის წესრიგი მასწავლებელი არის, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური, მას აქვს სრული აკადემიური თავისუფლება, აზროვნების თავისუფლება და ხმა, რომელიც უნდა იქნეს გაგონილი თავისთავად და მასწავლებელი არ არის და არ შეიძლება იყოს ვინმეს პოლიტიკური ინსტრუმენტი აღქმული რაღაც ობიექტად, რომელიც შეიძლება გამოიყენო რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის. აი ეს დღის წესრიგი იცვლება და ეს საკმაოდ მკვიდრად და უარყოფით კონტექსტში დამკვიდრებული იყო, რომელიც იცვლება და ეს ძალიან გასახარი ამბავია ჩემი აზრით. კი ბატონო, და ეს პროცესი ალბათ არის სამომავლოდ რამდენად იქნებით როლ მოდელები თქვენი მოსწავლეებისთვის, ეს ერთგვარი გამოცდაც არის ალბათ, ხო? კი, თავარი გამოცდა ალბათ ეგაა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენ მთელი გადაცემის განმავლობაში კიდევ უამრავ ხმას გავიგონებთ საგანმანათლებლო სექტორიდან. მე მაყურებელს შევახსენებ ხათუნა ხუნდაძე, თორნიკე ზაქარაძე, ნიკა იმედაიშვილი, მასწავლებლები, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მადლობა სტუმრობისთვის. სკოლები და უნივერსიტეტები პოლიტიკის ადგილი არ არის. ხშირად მოისმენთ ამ ფრაზას და ხშირად მოისმენთ არგუმენტებსაც თუ რატომ არის მცდარი ეს მოსაზრება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არეგულირებს ყველა უფლებას და თავისუფლებას, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებს და აკადემიურ პერსონალს თავდაცვის იარაღით აღჭურვავს, მსგავსი ბრალდებების შემთხვევაში აკადემიური თავისუფლების ხარისხი მაინც ჯერ კიდევ დაბალია, რადგან სისტემა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ამას ყველა ცხადად ვხედავთ. ვისთვისაც შიში ვერ იხსნის სიკვდილს ამ ამოძრავებელი სლოგანი გახდა ხმა მაღალ მართალი და შეუერთდა ლექტორების და სტუდენტების საპროტესტო მარშს, რომელიც პროტესტის მე-19 დღეს ბესეუს და ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორებმა მოაწყვეს. შეგვიძლია მოვისმინოთ პროტესტის მონაწილეების მოსაზრებები და შემდგომ უკვე კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო მოგიმზადეთ. გაბრაზებული მე დიდი ხანია ვარ, რაც დაიწყო ეს აქციები, იქედან გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ ვთვლი, რომ საქართველოს შეიცვალა თავისი კურსი, მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა აგებული იყო ევროპულ მოდელზე, ევროპული სტანდარტებით. მე მედიცინაზე ვასწავლი და ყველა სტანდარტი, რაც აღებული გვაქვს დარგობრივ ეროვნულ მახასიათებელში არის ევროპული და სწორებას ვაკეთებდით ამაზე და უცებ აღმოჩნდა, რომ ტყუილად გვიმუშავია ამდენი წელი. რაღაცას მივაღწიეთ, მართლა მივაღწიეთ, ბევრი რაღაცა შევცვალეთ და ეხლა უკან დაბრუნება არ ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. რომ იყოს რუსეთი ისეთი განვითარებული და ისეთი წინ წაწეული, მაშინ გაუსწორდებოდით რუსეთს, ხო? მაგრამ სადაც უკეთესია, იქეთ უნდა წავიდეთ და რატო უნდა დაუბრუნდეთ? რა ვიცი, ბნელეთში, ჩემი აზრით, ბნელეთში დაბრუნება არავის არ უნდა უნდოდეს. დიდი ხანია ვიბრძოდით იმისკენ, რომ მოგვეპოვებინა სიტყვის თავისუფლება, ღიაობა, დემოკრატიული პრინციპების დაგვემკვიდრევინა ქვეყანაში
ხედავთ, რომ გარკვეულწილად უკვე გვაქვს შეზღუდვები და ეს შეზღუდვები დღითი დღე იზრდება. ჩვენ საბჭოთა განათლების სისტემიდან თანამედროვე ევროპული განათლების სისტემისკენ ავიღეთ გეზი და ძალიან ბევრი პროექტის მონაწილეებს ყოფილ ვარ და ეს იქნებოდა ის სტუდენტური სასწავლო აქტივობები, ეს იქნება კვლევა, აკადემიური კეთილსინდისიერება და კიდევ ბევრი საკითხი, რაც უშურველად ამ პროექტებით ევროკავშირის დაფინანსებით გაგვიზიარეს და ამ ყველაფერს მართლაც ემუქრება საფრთხე, მაგრამ საფრთხე არ ემუქრება ევროკავშირიდან, საფრთხე ჩვენსგან ემუქრება, იმიტომ რომ გარკვეულწილად უკვე ჩანს უარი ამ საჩუქარზე, მე ვიტყოდი. არც ერთ სხვა აქტორს მე ვგულისხმობ საერთაშორისო აქტორს, მათ შორის შემიძლია ვთქვა შეერთებულ შტატებს, რაც არ აქვს იმდენი დამსახურება პირდაპირ ნიშნავთ როგორც ინსტიტუციურად, ისე ფინანსურად, ისე გაცვლითი პროგრამებით. არც ერთ სხვა აქტორს არ აქვს ასეთი უდიდესი ის რა დონეზე დღეს არის საქართველოს განათლების სისტემა. საქართველოს უნივერსიტეტები ჩართულები საერთაშორისო პროექტებში, ჩართულები გაცვლით პროგრამაში, მათ შორის როგორც სწავლების, ისევე სტუდენტების საუბრობ ასევე პროფესორ-მასწავლებლების გაცვლაზე, კვლევითი პროექტები, capacity building, ანუ შესაძლებლობების განვითარების ეს ყველაფერი არის და ამაში დახარჯული არის მილიარდობით, რა ვიცი, ალბათ. და შეიძლება ციფრებში შედეგი მილიარდობით, შედეგი, ანუ აი როგორც აი თქვა ღირებულება ერთი რაც დახარჯეს კი ბატონო, მაგრამ შედეგი რომელიც შეიძლება შევაფასოთ ციფრებში და გამოვიყენოთ მათემატიკა და ბუღალტერია, არის შეუფასებელი. მიყურს ხოლმე, როდესაც ლექტორების 100% არ გამოდის გარეთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ მისი აკადემიური პირის მთავარი მიღწევა არის სტატიის გამოქვეყნება, სამეცნიერო ნაშრომის გაკეთება, ინტეგრაცია ამისი და გლობალიზაცია, რაც ხელს უწყობს ყველაფერს და ამის საშუალება მიცა ევროპამ უკვე ბოლო რამდენიმე ათეული წელია მხოლოდ საქართველოზე. თუ ეს შეწყდება, თუ ერასმუსის ტემპუსის პროექტები, ერასმუს ჰორაიზონის პროექტი შეწყდება, მაშინ რას იზამს ჩვენი განათლება? სად უნდა დავჭერთ ისევ საბჭოთა კავშირში და ისევ იგივე წრეზე ვიტრიალოთ, სადაც არაფერი არ არის ხარისხიანი, არანაირი მომსახურება არ არის ხარისხიანი. შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების დიპლომებსაც აღარ აღიარებენ არსად. თუ ასე გაგრძელდა სახელმწიფოს პოლიტიკა, შეიძლება ჩვენი დიპლომები წითელ ხიდს იქეთ და ენგურის ხიდს იქით აღარ მოქმედებდეს. ჩვენ ევროპა ჭირდება როგორც აერი, როგორც წყალი და ჩვენი ხელისუფლება ისე ხატავს, თითქოს ისინი გვეხვეწებიან რომ ჩვენ შევიდეთ. უბრალოდ ელემენტარულად ამბობენ რომ ჩვენთან არის ასეთი თამაშის წესები, მობრძანდით გელით. განათლების და მეცნიერების განვითარებას ემუქრება სერიოზული საფრთხე საქართველოში იმ გადაწყვეტილებების გამო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით რომ საქართველოში განათლების და მეცნიერების განვითარება აქამდე ამ სფეროში არსებული ნებისმიერი წარმატება დამოკიდებული იყო ჩვენს საერთაშორისო მხარდაჭერაზე. დღეს ამ გადაწყვეტილებების შემდეგ და საქართველოს პოლიტიკის შეცვლის შემდეგ ემუქრება სერიოზული საფრთხე, რომ ფაქტიურად არც ერთ საერთაშორისო პროექტში შეიძლება საქართველოს აღარ დარჩეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიპენდიების თანხა იზრდება და ეს ჩემი აზრით არის ერთგვარი манипуляცია. ჩემი აზრით რა ფაქტობრივად ეგრეა, იმიტომ რომ ეხა ვინც გაფიცული არის არ დადის, მაგათ მოუწოდები რომ დაბრუნდნენ, რადგან სტიპენდიის თანხა იზრდება და ეს უფრო აი მაგის გამო დაბრუნდებიან ბავშვები და თან ეხა რექტორისგან მივიღეთ ესეთი წინადადება, რომ სანამ თუ არ დაბრუნდებით 18 იანვრამდე, შემდეგ განაზღაურება იქნება ამ ქულების ძალიან რთული. ვფიქრობ, რომ ახალისება და რაღაც მოტყუება უნდათ ბავშვების, იმიტომ რომ აი თუნდაც უნივერსიტეტებს და აი რაღაც სხვადასხვა და ადმინისტრაციის მხრივ რომ დაბრუნდით და რაღაცა აი მაგათაც საგნის ჩარჩენაზე და თავიდან წლის გავლაზე და ამასთან დაკავშირებით გონია ეს უფრო აი დაშინება. ევროპაში არსებული შესაძლებლობები ყველაზე მეტად სტუდენტებს გვაქვს, იმიტომ რომ უნივერსიტეტში უამრავი გაცვლითი პროგრამაა, როგორც ახსენეთ და მათი ჩვენდამი დამოკიდებული იმდენი ფინანსები აქვს საქართველოზე დახარჯული, რომ ხელისუფლების ესეთი უცნაური დამოკიდებულება ძალიან ჩვენც გვეუცნაურება და არ ვიცით რატო იღებენ ესეთ გადაწყვეტილებებს. რთულია ვინმეს უწოდო რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფი, მაგრამ ისინი ამით საფუძველს გვაძლევენ. მე რაც კი ოდესმე პროექტში მიმიღია მონაწილეობა, სადაც კი წავს ვარ და რაიმე მიმიღწევია და რაიმე მისწავლია, თითქმის ყველაფერი იყო დაფინანსებული ევროკავშირის მხრიდან ან აშშ-ის მხრიდან. ახლაც რა პროექტითაც ვარ წასული ინგლისში,
HMC-ით ეს არის დაფინანსებული ანუ უცხოეთიდან რეალურად და იქ რომ ცხოვრობ და ვუყურებ ჩემს ქვეყანაში რა ხდება, არის ძალიან რთული. სტუდენტების ნაწილი ბსეუში ისევ გაფიცვის რეჟიმშია და მათი პოზიცია და სისტემის და უშუალოდ სასწავლებლების ადმინისტრაციების მოწადინებისა ურყევია. სტუდენტების ნაწილისთვის ფორმალური განათლება არაფორმალურ ფორმატში სასწავლებლის ფოიეში გადავიდა. სტუდენტებმა ლექტორებს ლექციების ჩატარება იმ თემაზე სთხოვეს, რაც ახლა მათთვისაა აქტუალური. ევროპა როგორც იდეა, ლიტერატურა და პოლიტიკა, ისტორიის ფილოსოფია, სტუდენტური გაფიცვები დასავლეთში და ასე შემდეგ. ამ ლექციების მოკლე გზავნილებით თქვენთვისაც მოვამზადეთ და შეგვიძლია ახლა ერთად მოვუსმინოთ ამ ვიდეოს. როცა მთხოვეს სტუდენტებმა რომ წამეკითხა ლექცია, დიდხანს ვიფიქრე, რომ რა იქნებოდა საინტერესო, აქტუალური და სიტუაციის შესაბამისი. ამიტომ მე მათ შევთავაზე ლექცია, რა არის ევროპა როგორც იდეა, რა არის ევროპა როგორც ღირებულებები და როგორი უნდა იყოს ევროპული ღირებულებების ფონზე სახელმწიფო საზოგადოება, პიროვნება. ჩვენ ავირჩიეთ ძალიან ძველი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნე, პერიკლეს ძალიან ცნობილი სიტყვა. რომ არ ვიცოდეთ რომ ვკითხულობთ 25 საუკუნის წინ დაწერილ ტექსტს, ისე თანამედროვე ჟღერს და ისეთი აქტუალურია, რომ გეგონება რომ აი ამ დღეებში დაიწერა სულაც. რა მოთხოვნები ჰქონდა დემოკრატიულ საზოგადოებას, როგორც პიროვნებისადმი, ასევე სახელმწიფოსადმი, ასევე ზოგადად საზოგადოებისადმი და ძირითადად აი გამოვყოფდით იმას, რომ რა მოითხოვება პიროვნებას, რომ მას უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყოს საინტერესო და უნდა თამამად გამოთქვამდეს თავისუფლად ამ თავის აზრს და სახელმწიფო კიდე უნდა იყოს ამ საჯაროობის და ესეთი თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების დაცვის გარანტი თავისი პიროვნების მოქალაქეების რა. ის რომ ადამიანი უნდა ფასდებოდეს საქმეებით, რომელსაც ის აკეთებს და არა მხოლოდ სიტყვით. ის რომ სიმდიდრე უნდა მოხმარდეს საზოგადოების კეთილდღეობას და განვითარებას და ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ჩვენ ყველა უნდა ზრუნავდეთ ჩვენს მომავალ თაობაზე, ახალგაზრდებზე და თუ სახელმწიფო არ ზრუნავს ახალგაზრდებზე და მომავალ თაობაზე, ის ვერანაირ კეთილსამართლიან და სწორ საქმეს ვერ გააკეთებს. და აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი. გენიალური ქართული სიტყვა, თავის უფლება. არც ერთს არ აქვს ასეთი გენიალური სიტყვა, ხო? თავისუფლება რთულია. პირველი თავისუფალი ადამიანი გახდა ადამი, ამიტომ არჩევანის წინაშე დადგა და მერე პირველმა თავისუფალ ადამიანმა კაინმა მოკლა თავისი ძმა და იმის შემდეგ ჩვენ ძალიან რთულად ვითვისებთ იმას თუ და ვაცნობიერებთ რა არის თავისუფლება. ჩვენ განწირულნი ვართ თავისუფლებისათვის და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ განვითარდა ამ ქვეყნად, ფილოსოფია, მუსიკა, ტექნოლოგიები და ასე შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ყველაზე უღმერთო, უგუნური, სისხლიანი, აგრესიული მე-20 საუკუნე. რატომ? ყველაზე თავისუფლებას, ყველაზე პიკს რომ მიაღწია ადამიანმა, მაშინ დავერიეთ ერთმანეთს და ეთყობა ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს ყველას ერთად გადასფასებელი ყველაფერი რაც მოხდა ჩვენს ისტორიაში, კაცობრიობის ისტორიაში, რომ 21 საუკუნეც სამწუხაროდ მე-20 საუკუნის ლოგიკით მიმდინარეობს. და დავასრულებ ისევ და ისევ ილია ჭავჭავაძეს ერთი გენიალური ფრაზით, რომ ყველაზე უფრო მაშინებს ნახევრად განათლებული ხალხიო. მე მიმაჩნია, რომ ინტელექტუალური ცხოვრება პაუზებსაც კი ვერ იტანს. ყოველდღიურ ზრუნვას საჭიროებს. ამიტომ მე მაგალითად ასეთი ლოზუნგი მომეწონებოდა დილით ლექციები, საღამოს მიტინგები. ერთი მეორეს ჩემი აზრით ხელს არ უშლის.
უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში არ უნდა ეხილებოდეს პოლიტიკური თემები. უბრალოდ ყველას უნდა კონდეს საშუალება და ყველა სადაც მივისწრაფით ჩვენ ევროპისკენ და ამერიკისკენ, იქ ყოველ შაბათ კვირას ყოველთვის სტარდება ნებისმიერ ნორმალურ უნივერსიტეტში ყოველთვის არის დებატები, კამათი, სხვადასხვა რელიგიების, სხვადასხვა პოლიტიკოსები გამოდიან და სტუდენტი ამით ცხოვრობს, იმიტომ რომ არ შეიძლება შენ ვერ დატოვებ უნივერსიტეტს, როცა კუნძულს ვერ შეუქმნი, ხო? სადაც პოლიტიკა არ იქნება, იმიტომ რომ პოლიტიკა ირგვლივა, პოლიტიკა ლამის ყველა საძინებელშიც კი შემოიჭრა, ხო? ყველა ოჯახში. ამიტომ ლექციებზე არა, მაგრამ საჯარო ცხოვრება უნივერსიტეტში უნდა იყოს აქტიური ჩემი აზრით. სამწუხაროდ არსებობს ესეთი სტერეოტიპული აზრი, რომელშიც რატომღაც მორალურ შინაარსებსაც დებენ, რომ პოლიტიკისაგან უნდა იყოს დაცლილი ხელოვნება, რომ პოლიტიკასთან არ ესაქმება, თუ პოლიტიკას არ ესაქმება ლიტერატურასთან და განათლების სფეროსთან. ეს არის ძალიან მცდარი აზრი და არა უბრალოდ მცდარი აზრი, არის საკმაოდ მავნებლური აზრი. არ არსებობს ლიტერატურა, არ არსებობს ხელოვნება პოლიტიკური ინტენციის გარეშე. ამას ძალიან კარგად შესანიშნავად იყენებდნენ გასული საუკუნის 30-იან წლებში და მოგვიანებითაც, როდესაც პირდაპირ მთელი იდეოლოგიური პროპაგანდის ტვირთი დააწვა ლიტერატურას. ერთი მხრივ ასე მივიღეთ ჩვენ სოციალისტური რეალიზმი და მეორე მხრივ ასე იდევნებოდა ევროპეიზმი ლიტერატურაში. რეპრესიების თემა არ ყოფილა პოეტიკა, რეპრესიების თემა იქ იყო პოლიტიკა და ეს პოეტიკა და პოლიტიკა ერთმანეთთან რომ შინაგან კავშირში არის, ის მართალია ბოროტად, მაგრამ მოაზროვნე ბოლშევიკები ამას ძალიან კარგად ხვდებოდნენ. რეალურად ჩვენი რეალობაც რაღაც გაგები ძალიან ლიტერატურული გახდა, რაღაც ისე ტექსტში ვართ, რომელშიც აი ეს ჩვენი რეალობები და ჩვენი წარმოდგენები და ჩვენი ღირებულებები რაღაც მოპირისპირე მხარეს დადგნენ და ვცდილობთ რომ ვთქვათ რეალობაზე მოვახდინოთ გავლენა ჩვენი ღირებულებებიდან და ჩვენი საუკეთესო წარმოდგენებიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო საგანი არ არის, ვთქვათ, პოლიტიკის თეორიები, პოლიტიკის ფილოსოფია, ეკონომიკის თეორიები. როდესაც უნივერსიტეტს ამთავრებს ახალგაზრდა, ის პირდაპირ აღმოჩნდება ხოლმე, ხო? აი პოლიტიკისა და ეკონომიკის ცხოვრებისეულ ველზე. და მას უნდა კონდეს გარკვეული ინტელექტუალური მზაობა ამისთვის. და ეს ყველაფერს თავი დავანებოთ 18 წლის ადამიანი უკვე ელექტორატია. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას როგორც ელექტორატს სჭირდება აკადემიური მომზადება. მათ უნდა ესმოდეთ, რას ნიშნავს მემარცხენე პოლიტიკა, მემარჯვენე პოლიტიკა, რას ცვლის მაგათად პოლიტიკური კურსის საკითხი ამ თვალსა პოლიტიკასა და ეკონომიკასთან მიმართებით, რომ ჩვენ არ ვიყოთ რაღაც ლირიკული და სენტიმენტალური რაღაც მსჯელობის და დამოკიდებულების ფარგლებში. უნივერსიტეტის ფუნქცია არის ცოდნის შექმნა და ცოდნის გადაცემა. ეხლა აქ ცოდნას ამ ფორმატში ჩვენ რა თქმა უნდა არ ვქმნით, მაგრამ ცოდნის გადაცემისთვის ეს არაფორმალური კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია. გავმართეთ საჯარო შეხვედრა თემაზე სტუდენტური გაფიცვები დასავლეთში, თუ რისთვის იბრძიან დასავლეთში სტუდენტები, რისთვის იბრძოდნენ 60-იანი წლებიდან დღემდე. პირველი რაც მაგალითები გქონდა იყო საბერძნეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების, მათ შორის თურქეთის თუ რა სახის მიზნები აქვს სტუდენტებს, ზოგადად რისთვის ორგანიზდებიან, რომ შესაძლებელია ეს იყოს უბრალოდ თქვათ გარემოს, კლიმატის და სხვა ვიწროუფლებრივი ან გლობალური პრობლემები და შესაძლებელია ეს იყოს უშუალოდ სახელმწიფოს დემოკრატიზაცია, უფლებრივი მდგომარეობა, ინსტიტუტების სიჯანსაღე, რომ არ იყოს ძალადობა, რომ არ იყოს ბევრი ისეთი მანკიერი პოლიტიკები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს და ამის პრაქტიკული გამოცდილებები არსებობს. სტუდენტებს მე ვესაუბრე პირადად თუ რა სახის მეთოდებს იყენებენ გაფიცვის პერიოდში, რას მიმართავენ ისინი, ყოველ შემთხვევაში, სხვათა შორის დასავლურ ევროპულ ქვეყნებში გაცილებით რადიკალურები არიან სტუდენტები ვიდრე საქართველოში, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამიტომ მათ აქვთ უფლება და ეს უნდა იცოდნენ კარგად, თუ რა სახის ფორმებს შეუძლიათ რომ მიმართონ იმისათვის, რომ სახელმწიფოში სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული
და მათი ბრძოლის გარეშე ეს ასე არ მოხდება ნამდვილად. იყო იქ დისკუსია სტუდენტების მხრიდან, რომ რეალურად თავიანთი ცოდნა, თავიანთი დაგროვილი გამოცდილება ვერ მოხმარდება ავტორიტარულ სახელმწიფოს და თუ დემოკრატიული სახელმწიფო არ იქნება, სწავლის გაგრძელებას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. სწორედ ეს დისკუსიები შეუწყობს ხელს იმას, რომ მეტი არგუმენტი გაჩნდება, მეტი ჯანსაღი кейსები იქნება იმისთვის, რომ ეს ავტორიტარული მიდგომები დაუბრუნდეს დემოკრატიულ მიდგომებს და რა ვიცი, ვიმედოვნებ, რომ მშვიდობიან საქართველოში ერთად ვიცხოვრებთ სტუდენტების და ლექტორების და ნებისმიერი მოქალაქე. მადლობა ამ ლექტორებს სტუდენტების მხარდაჭერისთვის. საუკეთესო ლექცია ყველა დღე, ყველა მოვლენა, ყველა ამბავი, რაზეც გვაქვს რეაქცია, ვსვამთ კითხვებს, ვაკეთებთ ანალიზს, პოვლობთ პასუხებს, ვიყალიბებთ სოფხედელობას და ვყალიბდებით როგორც სამოქალაქო აქტორები, რომლებისთვისაც სულ ერთი არ არის, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. განათლების მიზანიც ესაა საბოლოოდ, ამიტომ განათლების დრო არის დღეს. მომდევნო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე დავზუმავთ ისევ განათლებაზე. ნახვამდის. Thank you.